საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ქალაქში გავარდება ხმა ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებაო და გოგა ხაინდრავა და გრეჩიხა მაშინათვე აკრედიტირდებიან ვაკელების სრულუფლებიან ელჩებად ვერაზე. 2012 წლის ოქტომბერში უილიამ ბენსიც კეპლით მიერეკება ნაცმოძრაობას აეროპორტისკენ. უცებ აკომინაშვილი შემოbrunდება და დაიძახებს: "ხალხო, ეს არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ ბიონსეს კონცერტზე დაგვატიჟა ყველა და ზეგ ჩამოვალთო." საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. გუშინ ბიძინა ჩემი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს საკუთარ სახლში შეხვდა და სხვადასხვა თემებზე ესაუბრა. სულ რაღაც 18-ოდე ელჩი იყო. Nice to meet you. Thank you for it. Thank you. აი ამ ისტორიაში ყველაზე მეტად იმ ამბავმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ კურიერის და ქრონიკის ჟურნალისტებმა საჭიროდ არ ჩათვალეს ახლა რომ ეს ინფორმაცია გაშუქების ღირსი გაეხარათ. სამწუხაროდ ძვირფას ტელემაყურებელი ახლა ყველა გამოშვებას ვერ განახებთ, მაგრამ ეგრე იყო, მერწმუნეთ, დავაკვირდი და არ აშუქებდნენ, არა. სამაგიეროდ გააშუქეს, რომ ბაზარში თევზის გამყიდველი ფასებს ხელოვნურად ბერავს და საბავშვო ბაღში ბავშვებმა წარმატებით იმღერეს სიმღერა ზაფხულია ცხელა ცხელა. თან სულ ახლა ისეთ თემები ქონდათ, რომ ვერსად ვერ ჩასვეს, თორემ ახლა რაზეა კაცო ლაპარაკი, ხო? ისე რეალურად რო შევხედოთ ახლა პრინციპში რატომ უნდა გააშუქოს კერძო დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ ვინმე ივანიშვილის თუ ივანაშვილის შეხვედრა 18 დიპლომატთან. ასე რომ მინდა თვალა რომ ახლა იქ 18-ნი იყვნენ. მე მომეჩვენა რომ 17-ნი იყვნენ და საერთოდ კადრში 9 ადამიანი ჩანდა, ხო? რატომ უნდა გაშუქდეს ახლა 9 დიპლომატთან შეხვედრა? და ფაქტია რომ აქედან 7 კაცი საერთოდ ფულის ასასხებლად იყო მისული, დანარჩენი 2 კიდე მონეტების კოლექციის დასათვალიერებლად. ასე რომ ერთი არალეგალის შეხვედრა 7 უტილიტარისტთან და 2 ნომიზმატთან ახლა არ უნდა იყოს ტოპ თემა კაცო. ვეთანხმები მაღალის დამოუკიდებელ ტელევიზიებს. ისე რა თბილად მიესალმა ჯონ ბასი ბიძინა ჩემს, ა? ბიძინა ივანიშვილის ვრცელი ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ია ანთაძემ ჩამოართვა ბიძინაჩემს, ინტერნეტ გვერდ კალმასობა ჯიზე ვიხილეთ და აი რა ამოვიკითხე. 7 ნოემბერს უკვე ძალიან დავიძაბე და მიშას დაურეკე. მითხრა მე მოგცემ ყველა მასალას, მერაბიშვილი ჩამოვა და ჩამოგიტანსო. ამასობაში იმედის ამბები დატრიალდა. ძალიან გაცეცხლებულმა დაურეკე, ჭორვილაში ვიყავი. კატეგორიულად მოვთხოვდე შეაჩერე. მეუბნება და შენ არ იცი რა ხდება, საშინელება ხდება, სახელმწიფო გადატრიალება ხდება. მე რა გიხსნიო? დრაგინა კაცო, შვენივრად უთქვამს? დაელოდე და აგიხსნის მერე. თან მარტო კი არ ხარ, აგერ ჩვენ ცხედვართ და ველოდებით ახსნა განმარტებებს ოღონდ. აი ეგ მერე, როდის იქნება ჯერ არ ვიცით. მე როგორც მგონია, იცი, ჯერ 3-4 ჯერ კიდე დაგვამკვდარებს ცემით და ორივე ყურში ყურთასმენას რომ დავკარგავთ, მერე ჩამოგვიზრდება და ყველაფერს დეტალურად აგვიხსნის, მაგრამ რა აზრი ექნება ახლა? ვეღარც გავიგებთ და ალბათ მაგ დროისთვის არც თვალები გვექნება შეერჩენილი, რომ ჟესტიკულაციით მაით მივხვდეთ ახლა რაღაცას, ხო? ისე ბიზნესში ჩემო მშვენიერი უშუალო ურთიერთობა ქონია ჩემს მაღალთან და გადაურეკე ვარემ და უთხარი რომ ახლა ძალიან მეჩქარება მოქალაქეობა მომენტა ყველაფერს მე აგიხსნიო, ჰა? მაგალო, ეჩქარება და მიეცი რაღაც. და ისევ ციტატა ბიძინაჩემის ინტერვიუდან. ინაუგურაციის დღეს დავურეკე და ვუთხარი რომ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. იმ წუთში ძალიან შეცდა და მითხრა მტოვებო? ვაიმე. ხედავთ რანაირი გულჩვილი ყოფილა ხალხო ჩვენი მაღალი, ხო? ისტერიკები კი არ მოაწყო და კი არ გაგულისდა და რაღაც, უბრალოდ ეწყინა. სინანულის სემლი გადმოაგდო და თავი ნაღლიანად ჩაქინდა. ღმერთო ჩემო, ისე რადვილი ყოფილა ახლა მაღლისგან გათავისუფლება. აბა, ჩემო მოქალაქენო, მწერლებო, პოეტებო, არტისტებო, არქიტექტორებო, მიდით ყველანი მაღალთან და უთხარით რომ ტოვებთ. მართალია გულს კი მოუკლავთ, მაგრამ არ აკუშავს. იქნებ მძიმე სულიერმა ტკივილმა მაინც შეცვალოს ეგ ფაქიზის სულის პატრონი ადამიანი. ერთი წუთით? აი, მირეკავენ თუ არსების არქიტექტორია. ალო, ხო, რა ქენით, უთხარით? უთხარი დაარწყენია? ტოვებ და იდინა ხიო?
ვაიმე, სულ ჩემი ბრალია, კაცო. სულ დამავიწყა ისა. თქვენ ხომ 5.5 მილიარდი არ გაქვთ, კაცო. მაგას კიდევ მარტო ერთი ადამიანისგან წყის მიტოვება, ვაიმე. თქვენ არ გაქვთ ეხა, მაგრამ მოიცა ვანო, მოიცა. აჰა, შენ 10 ლარი რა. არ ამგონია რომ 5.5 მილიარდამდე მეტი გაკლდეს რა. შედი და შენ მაინც უთხარი რომ მტოვებ. რა? ხო, კაი. აჰა, მაშინ 20 იყოს. გიორგაძე, ბადრი არკადი პატარკაციშვილი, ნოღაიდელი, ბურჯანაძე, ებრალიძე თავისი დამქაშები და ახლა უკვე ბიძინა ბორის ივანიშვილ-ივანოვი. ამ ეტაპზე ეს არის სრული ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომელთა ნაკვალებსაც იმედი იკვლევს. როგორ და რისთვის იხარჯება რუსული ფული და სად მიდის კრემლის ფინანსების კვალი? რუსული ფულის კვალი ქართულ პოლიტიკაში. 2007 წელს კრემლში ფსონები ბადრი არკადი პატარკაციშვილზე გააკეთეს. ოლიგარქმა პოლიტიკაში მოსვლამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურა შექმნა, სადაც მედია საშუალებები და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი გაერთიანებები შედიოდა. პატარკაციშვილის რუსეთში საკმაოდ საეჭვო გზით ნაშოვნი მილიონები საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე თავის კვალს ტოვებდა. რუსული ფულის პოლიტიკურ კვალს საქართველოში ამჯერად ივანიშვილი ტოვებს. არა, ხედავთ თქვენ რა თვალ გამჭრია ხე ეს იმედი კაც. კვალს ხედავს მაშინაც კი, როცა ის იქ არ არის. ის რუსეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანის ნაფეხურს აკვირდება, კი. არა და უკვე ყელში ამოვიდა კაცო, ამდენი რუსული კვალი. ამ რუსეთუმე ქართველი პოლიტიკოსებისას გამკვირებია კაცო, რით ვერ ისწავლეთ ჭუო. ადექით და ჩამოსვლას რომ გადაწყვეთ, გაიხადეთ ეგ რუსული ბოტები და ამერიკული შუზები მაინც ჩაიცვით. ბოლო-ბოლო ის მაინც არ ათქმევინოთ რომ რუსულ კვალს ტოვებ. კარგი, თუ არ იხდით მაგ ბოტებს, მაშინ ცოტა წვიმიან ამინში მაინც ჩამოდით ხა საქართველოში რომ ხომ იცით ხა წვიმა ყველა ნაკვალებს შლის და ტელეკომპანია იმედით წვიმს აღარ წაიღებს ამდენი რუსული კვალის ძახილი. ისე რატუზი დაგეცათ ეს იმედი ჟურნალისტებო რა. კიდევ კარგი რუსეთი არსებობს თორე მე ვის ნაკვალებს დაინახავდით ძალიან მაინტერესებს. ისე ეთისკრივ ტურისტული პოტენციალის ასამაღლებადაც ძალიან კარგია ხა საქართველოსთვის ამდენი ნაკვალები რომ არის ჩვენთან. ბოლო-ბოლო დინოზავრის ნაკვალებთან ერთად ტურისტების, ესე იგი, რუსული ნაკვალებიც შეუძლიათ რომ ნახონ. მაგრამ ნაციონალურ არხებს რა მაინტერესებს იცით? დავიჯერო ახლა მთელი დიპ კორპუსი ბიზნაჩემის ნაკვალების სანახავად მივიდა კაცმინდის რეზიდენციაში. ეცე. რაღაც ამ თემაზე არ მინახავს თქვენს ეთერში სიუჟეტი რომ გაგეკეთებინოთ და რა ვიცი, იქნება გააკეთოთ, ხო? არა, მე დაგელოდებით. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. გამოვიდა ბიძინა ივანიშვილის ზღაპრის ახალი ტომი, სახელწოდებით ბიძინა პოტერი და დიპლომატიური კორპუსი. ამ წიგნში მოთხრობილია თუ როგორ მოპარა დიპლომატიურმა კორპუსმა მაღალ მეფეს ჯადოსნური ჯოხი და როგორ გადასცა იგი ჩუმად ქართული ოცნების ახდერისთვის მებრძოლ ბიძინას. ბიძინა და დიპ კორპუსი. აბა მაღალი გვევასებაო. ქართულმა სახალხო ტელევიზიებმა კიდევ ერთი ახალი მიგნება შემოგთავაზა. კვალი. თანაც უბრალო კი არა, რუსული კვალი. ის ჩუმად დაიპარება საქართველოში და თან თესავს ღვაწლს, დესტაბილიზაციას და მგონი ჰიბრიდულ სიმინცას. თუ ვინმე სადმე საქართველოზე შეყვარებულ მდიდარს შეამჩნევთ ამხილეთის რუსულ კვალში და ამით დაიმსახურეთ მთავრობის ჯილდო. რუსული კვალი. რაში იღებენ ზოგიერთები ჩვენზე მეტ ხელფასს? ჩვენი ხელისუფლება გაჭირვების ჟამს თავის თავს ამჟღავნებს და ისე იქცევა, როგორც მათ შეშვება. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, როგორია ჩემი მაღალი, როდესაც ძალიან ეშინი. აი, ვნახოთ რას უშვება მაღალი ჭორვილას. გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებაზე უარის თქმა საფეხბურთო კლუბ ჩიხურასაც მოსთხოვეს. კლუბის პრესამსახურში ეს ინფორმაცია უარყვეს, თუმცა თანამშრომლებმა დაგვიდასტურეს, რომ ეს საუბარი ნამდვილად იყო. რა სახის ტერორზე ალაპარაკია? თან არის ალბათ ბოლო ორი. რუსული ფული არა იყოთ, ბიზნეს ფული არა იყოთ ეგ არის. ივანიშვილის ფულზე უარის თქმას პედაგოგებსაც აიძულებენ. ისინი უკვე წლებია ყოველთვიურად ხელფასის დანამატს ბიზნესმენისგან 300 ლარს იღებენ. ბოლო რამდენიმე დღეა საჩხერეში სახლების გადახურვის პროცესი შეფერხდა. საწარმო, რომელიც გადახურვას ახორციელებს, ხე-ტყის მასალას ვერ იღებს. როგორც ნახეთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას მაღალის მხრიდან საჩხერის და კერძოდ კი სოფელ ჭორვილას მოსახლეობის ტერორი მოჰყვა. მასწავლებლებს ეუბნებიან, რომ ივანიშვილისგან სახელფასო დანამატი არ აიღონ. ფეხბურთის გუნდს ეუბნებიან, არ დააფინანსებინოთ თავი ბიძინა თქვენსო. მოსახლეობას კიდევ ეუბნებიან, სახლში წყალი რომ ჩამოგდით, არ გადაახურინოთ, თორემ მაგ სახლსაც დაკარგავთ. ასევე ატერორებენ ექიმებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბიძინაჩემის ქველმოქმედებაზეა დამოკიდებული. ჩემო მაღალო, რა გჭირს? ასენა მაგაღეო. რატომ ერთში უბრალოდ და მშვიდობიან მოსახლეობას? მართალია ხა? კაცი გაჭირვებაში იცნობაო. მაღალო, მე გეტყვი, კიდევ ვინ და რა უნდა დაატერორო, რომ ბიძინაჩემს მთლიანად მოუჭრა ხელისუფლებაში მოსვლის გზები.
სოფელ ჭორვილას საბავშვო ბაღში ნიღბიანები შეუშვიდა, იქამდე ამყოფეს, სანამ არჩევნები არ ჩაივლის. ვინძლო რომელიმე ბავშვმა ივანიშვილის ნაყიდი მანანის ფაფა არ შეჭამოს. ასევე სოფლის ყველა ქათამი დააპატიმრე, ეგრე ნისკარტი წაუწდნენ და ბიძინას ფულით ნაყიდი სიმინდი აკენგონ. ჰიბრიდული სიმინდის ნაცვლად. მაგალო, ასე ამბობენ, ბიძინას მეზობელს დედალ-მამალი კუები ჰყავსო და მაგათანაც გაგზავნა 6 ზონდერი და თვალყური ადევნონ მაგ კუებს, თორემ ხო გაგიეხლა კუკუაო და თუ აკუვდა, ისიც ბიძინას მისცემს ხმას. კი, მაგრამ კაცო, მაგო ხა სოფელ ჭორვილათი ხომ არ შემოიფარგლები, ჩემოდია. ო, დანარჩენმა საქართველოს რა დააშავა. აი მაგალითად, მე ისეთი დამპალი სულის პატრონი ვარ, რომ მამლის ყივილამდე ხმას არ მოგცე. ხო და რას მეპირებ ახლა ჩემო მაღალო? ჩემს საფთან ჩაფრებს ჩააყენებ და თვალ-თვალს დამიწყებენ თუ პირდაპირ ეთერში შემოიჭრები და თავყბას გამიერთიან. რა ვიცი? 2013 წლამდე დიდი დროა და რას მოიფიქრებს შენი დიპ კორპუსისგან ზურგ შექცეული თავი? კაცმა არ იცის. ვაიმე, შვილებო, მოგიკვდეთ იდიოტი მამა. რა მინდოდა სოფლის მეურნეობაში დედალ და მამალ ძროხებს რო ვერ ვაჩერდიეთ თქვენთვისგან კაცო. საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ყავს. პრემიერ-მინისტრმა ამ თანამდებობაზე ზაზა გოროზია დანიშნა, რომელსაც აქამდე სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი ეჭირა. ნიკა გილაურმა ეს გადაწყვეტილება მთავრობაში ახალი ენერგიისა და ახალი ხედვის აუცილებლობით ახსნა. კარუსელი ქართული სიტყვა არ არის და გასართობ მოწყობილობას ნიშნავს, მაგრამ თუ კარგად არ მოეჭიდებით თქვენ სკამს, კარუსელიდან შეიძლება გადმოვარდეთ. მაგრამ ეხლა გააჩნია ვარდნის სიმაღლეს, თუ პარიზში დაეცით, ესე იგი ძალიან არ გაგიმართლათ, მაგრამ თუ იქვე სკამთან ახლოს დაეცით, ჩათვალეთ რომ ბედნიერი კაცი ხართ. ბაკურ კვეზერელი სწორედაც რომ სკამთან ახლოს დაეცა და არაფერი დაუზიანებია. უბრალოდ წამოდგება ეხლა ნაგავს ჩამოიბერს და რაიმე უფრო პატარა, მაგრამ კომფორტულ სკამზე შემოსკუპდება. აბა წარმატებული გამოდგა ჰიბრიდული სიმინდის ტარო. ბაკურ, ნუ თუ იმიტომ მოხსნეს, რატომ კარგი დაგითესავს. ნამდვილად ეგრეა. ჩვენ ხომ კაცის დაფასება და დანდობა არ ვიცით. დათესა კაცმა მაგარი სიმინდი, უფრო მაგარი მოსავალი მოიყვანა. ამის გამო შეშურდა მაღალს და გადააყენა ბაკური. ვიღა მოეფერება ახლა ჯეჯილს. არა და სინამდვილეში სულ სხვაგვარად იყო საქმე. ჩემმა მაღალმა როცა გაიგო რომ ივანიშვილი ოპოზიციაში გადაბარგდაო, სასოწარკვეთილმა შეძახა, ყველა მიღალატა ღმერთო ჩემო როგორ მუხთალია წუთი სოფელიო. აღარაფერი აღარ მინდა, მარტო დამტოვეთ და ჩემი ბაკური სიმინდისგან გამომწყარი ჭადი მომიტანეთ, ხო? ურჩიეს არა ჩვენო პრეზიდენტო იქნებისა ჰალსტუხი მიირთაო, მაგრამ დაიჟინა მაღალმა ხო და ნუ რაღაც იზამდნენ, ხა მიუტანეს და დარჩა ბაკური უმუშევად. მაგრამ სულ სხვა ვერსია აქვს ქრისტიან დემოკრატებს. ყველამ ხომ თავისი სუბიექტური აზრი უნდა დააფიქსიროს, კაცო. ძალიან სერიოზული შედეგი გამოიღო იმ რამდენიმე წლიანმა ბრძოლამ, რომელსაც ქრისტიან დემოკრატიული ფრაქცია აწარმოებს სწორედ სოფლის მეურნეობაში გამეფებული დილეტანტიზმისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ. მოიცა კაცო, აბა მერაბიშვილის პარტიაო ვიკილიქსმა. ეს არის მერაბიშვილის პარტია, ამხელა ბურჯი გამოაცალეს ნაციონალურ მოძრაობას. სადაც ჩამოიშლება კაცო. აი, უკვე მესმის ვიფოსო ტელემაყურებლებო, ნაციონალური მოძრაობის ჩამოშლის ხმები. აფერუნ ქრისტიან დემოკრატებო, თქვენს ვაჟკაცობას. ვინ ალასანია კაცო? თქვენ გაძლევთ თერიერი ხმას. ბოლოს და ბოლოს ქრისტიანები ხარ და თან დემოკრატები, მაგრამ აი ისა, თქვენი პარტიის სახელწოდებაში თუ პატარა შესწორება შეიტანდით, უკეთესი იქნებოდა. KDVM. ასე დაირქვით ქრისტიან დემოკრატიული ვანოს პარტია. მაგრამ მაინც არ მჯერა ხარ რომ ვანოს პარტია ხართ. მე უფრო მაინც ადეიშვილის პარტია მგონი ხარ. ახლა კი აბების ეთერს მთელი კვირის განმავლობაში გამოთქმულ 10 საუკეთესო ფრაზას გავაზობთ. ათეული აბების ეთერში. მეათე ადგილი. საქართველოს ლამის ერთ-ერთი ქვეყანა, ლამისკერა ერთ-ერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც მეტი ხალხი ბრუნდება ვიდრე მიდის. მეცხრე ადგილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა თავის კანადელ კოლეგასთან სტეფან ჰარპერთან გამართული შეხვედრა და ორი ქვეყნის ამმავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ნიკა გილაურის თქმით, არსებობს ბევრი სფერო, სადაც კანადური ინვესტიციების განხორციელებაა შესაძლებელი. მერვე ადგილი. ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლებას ზეწოლის ეს არის ორგანიზება და მასობრივი აქციების სამოწევა. მეშვიდე ადგილი. და საერთოდ იცი აი გარშემო რამდენი სიღარიბეა, რამდენი მუშაობა ეხლა შევხვდი ხალხს, რა აქ ხალხს ძალიან უჭირს. მაგრამ ეს ბავშვები რომელიც ყოველდღე მოვლენ აი ამ რაც არის თქვა ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, ინგლისში, ამერიკაში.
მეექვსე ადგილი. ჩვენ ყოველთვის მივესალმებოდით ქველმოქმედებას, მაგრამ არ მივესალმებით მცდელობას ვიღაცამ ფეოდალურ ოლიგარქიული სისტემა მოაწყოს საქართველოში, შეისყიდოს პოლიტიკური პროცესი, მოისყიდოს მედია, მოისყიდოს პოლიტიკური პარტიები. მეხუთე ადგილი. საარჩევნო პროცესი რუსეთში რეალურად აღარ არსებობს. და ამიტომ მე ვფიქრობ არ შეიძლება ამის შედარება ქართულ რეალობასთან. საქართველოში თქვათ ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არის რეალური არჩევნები და ჩვენთან არის ხელისუფლება რეალურად მისი ლეგიტიმირობის წყარო მაინც არის ჩვენი ამორჩეველი. მეოთხე ადგილი. კი, ძალიან მაგარი კინო გაკეთდება და მოკლედ მუზეუმი და ასე ცენტრი შექმნა. სიგურებს ციელი, ცი? არის. აბა რა აზრია ხარ? რა რეკუდა ის გუბერნატორი ხარ? მესამე ადგილი. პრეზიდენტ სააკაშვილის მუშაობის ეფექტურობა პრეზიდენტის პოსტზე არის ძალიან მაღალ დონეზე შეფასებული 75%-ზე მაღალია, რომელიც პრაქტიკულად მე არ ვიცი მსოფლიოში პრეზიდენტი, რომელსაც შეიძლება ესეთი მაღალი, ეს ეგრეთ წოდებული job approval-ი ჰქონდეს. მეორე ადგილი. ვაშინგტონმა, რომლის კოლონიაც ვართ, ტრადიციულად მიიღო ჩამკეტი ზომები სამომავლოდ ხელისუფლებაში ეროვნული ძალების და უპირველესად ლეიბორისტული პარტიის არ დასაშვებად. პირველი ადგილი. ამ კაცის პოლიტიკაში გამოჩნდა არის გათვლილი იმაზე, რომ რაღაცა კიდე აურიოს აქ და მივიღოთ რაღაცა ან 7 ნოემბრის ან 26 მაისის მსგავსი, რაც საბოლოო ჯამში მოახდენს ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას. ეს გახლავთ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. თუ მიიღებთ სხვა აბებს